ჩემო ძვირფასო მსმენელებო, გისურვებთ ჯანსაღმშვიდობას და ჰარმონიას თქვენს ყოველდღიურობაში. ამასთან შეგახსენებთ, რომ წინა ვიდეოში ვცადეთ თქვენთვის მედიაცია გამეცნო როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის არა მარტო ერთ-ერთი ცივილიზებული გზა, ფრომეტად როგორც ყველაზე ეფექტიანი და სარგებლიანი ინსტიტუცია ჯანსაღი ურთიერთობებისთვის და სამომავლო შესაძლებლობების განვითარებისთვის. ამჯერად განვავრცობთ თემას და მოგაძვდით ზოგად ინფორმაციას მედიაციის უნიკალურ ფორმებზე. საქართველოში მედიაციის ინსტიტუტი ვითარდება სხვადასხვა სფეროში. მაგალითად, შეიძლება შეხება გქონიათ სანოტარო მედიაციასთან. შესაძლებელია საახსრულებო წარმოების პროცესში შეუთავაზებიათ სამედიაციო გზა. მედიაციის ფორმა ხშირია მიწის ნაკვეთების ეფექტიანი და მშვიდობიანი რეგისტრაციის მიზნებისთვის და ასე შემდეგ. თუმცა, ამ ბლოგში მსურს ყურადღება გავამახვილო მხოლოდ იმ ორ ძირითად ფორმაზე, რომლებსაც უშუალოდ ვახორციელებ პრაქტიკაში და რომლებზეც გამაჩნია კომპეტენცია. ეს არის სასამართლო მედიაცია და კერძო მედიაცია. უნდა იცოდეთ, რომ თითოეულს თავისი უნიკალური მახასიათებლები აქვს და მათი სწორად შერჩევა მნიშვნელოვანია კონკრეტული სიტუაციის, გარემოებების და თქვენი ინტერესების მიხედვით. მოდით დავიწყოთ სასამართლო მედიაციით. სასამართლო მედიაცია იწყება მაშინ, როდესაც სამოქალაქო დავაზე სარჩელი წარდგენილია სასამართლოში. პროცესი შეიძლება ინიცირებული იყოს როგორც სასამართლოს მიერ სავალდებულო მედიაციის ფორმატში, ასევე მხარეთა სურვილით, რომელიც სარჩელში ან შესაგებელშია დაფიქსირებული. სასამართლო მედიაცია მოიცავს სამოქალაქო დავებს, როგორიცაა საოჯახო, სამემკვიდრეო, შრომითი, სამეზობლო, ქონებრივი სამეწარმეო და ასე შემდეგ. თუმცა არის გარკვეული დავები, რომელიც მედიაციის შესახებ საქართველოს კანონის რეგულაციის სფეროში არ ექცევა. სამედიაციო პროცესი ტარდება მედიაციისთვის გამოყოფილ კომფორტულ და კონფიდენციალურ სივრცეში, სადაც მედიატორი უზრუნველყოფს მხარეთა შეხვედრას და დიალოგის ეფექტიან წარმართვას. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ სასამართლო მედიაციას აქვს მკაცრად განსაზღვრული ვადა. 45 დღე, რომელშიც შედის მინიმუმ 2 სავალდებულო შეხვედრა. საჭიროების შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით ეს ვადა შეიძლება 45 დღით გახანგრძლივდეს. მხარეები პატივისცემით უნდა მოეკიდონ სამედიაციო პროცესს და დაიცვან მისი ეთიკური სტანდარტები. ამასთანავე, მედიატორი ყურადღებით აკონტროლებს მხარეთა მიერ მედიაციის გამოყენების კეთილსინდისიერ მიზანს. გახსოვდეთ, რომ სასამართლო სავალდებულო მედიაციაც კი უპირობოდ ინარჩუნებს ნებაყოფლობითობის პრინციპს. მხარეებს შეუძლიათ უარი თქვან მედიაციის გაგრძელებაზე და დავის სასამართლოში მოგვარება გააგრძელონ, თუ კი ეს მათი ინტერესების შესაბამისია. კერძო მედიაციის ინიცირება ხდება მხარეთა შეთანხმებით. ეს ფორმატი სრულიად ნებაყოფლობითია და სასამართლოში დავის დაწყების აუცილებლობას გამორიცხავს, თუმცა არც სასამართლოში უკვე დაწყებულ დავას უშლის ხელს. მედიატორი ახორციელებს შეხვედრებს იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს გათვალისწინებული ორივე მხარის სურვილები და კონფლიქტის ეფექტიანი გადაწყვეტა მხარეთა მიერ განსაზღვრულ დროში და ფორმატში მოხდეს. კერძო მედიაციის ფარგლებში მხარეებს აქვთ უპირატესობა თავად განსაზღვრონ სამედიაციო პროცესის წესები, დრო და ადგილი. ასევე მედიატორის არჩევა სრულიად მათი პრეროგატივაა პროფესიული კვალიფიკაციის და ნდობის მაღალი დონის შესაბამისად. დაცულია სრულიად კონფიდენციალობა, რაც მედიაციის წარმატებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს. აქვე უნდა გაითვალისწინოთ. სასამართლო მედიაციისგან განსხვავებით, კერძო მედიაცია ფასიანია. ჰონორარი ყოველთვის განისაზღვრება გამჭვირვალედ წინასწარი შეთანხმებით. მსოფლიოში კერძო მედიაციის მოთხოვნა მაღალია ბიზნეს და საოჯახო დავებზე, რაც სხვა უკვე ჩამოთვლილ სარგებლის გარდა განპირობებულია მხარეების ინტერესით კონფლიქტის მოგვარებასთან ერთად შენარჩუნდეს სამომავლო ურთიერთობები. არჩევანი სასამართლო მედიაციის თუ კერძო მედიაციის შესახებ დამოკიდებულია მხარეთა პრიორიტეტებზე, დავის ბუნებაზე და კონკრეტულ გარემოებებზე. კიდევ მეტ სასარგებლო ინფორმაციას მედიაციის შესახებ იხილავთ ჩემს მორიგ ვიდეო ბლოგში. ამიტომ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი. მადლობა, რომ მიყურებთ, მენდობით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, საჭიროების შემთხვევაში უპირატესობა მიანიჭეთ და სცადეთ მედიაცია.